ჩირეული ბავშვთა კვებაში ერთ-ერთი გავრცელებული და სასარგებლო პროდუქტებია. ხილის გაშრობის შემდეგ მასში კონცენტრირდება ის დარჩენილი ვიტამინები, მინერალები თუ სხვა ნივთიერებები, რაც არის. თუმცა კი ვიტამინების გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, არ ნარჩუნდება, ქრება, როდესაც ხილის გაშრობა მიმდინარეობს, ნაწილი კი რჩება იქ და სრულად ნარჩუნდება მინერალური შემადგენლობა. ეს არის რკინა, ასევე არის ფოსფორი, კალციუმი, თუთია, სპილენძი და ასე შემდეგ, ასევე ნარჩუნდება და კონცენტრირდება იქ უჯრედისი, რომელიც აუცილებელი არის ნაწლავთა მოქმედებისათვის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის შავი ქლიავის, ლեղვის და გარგრის ჭირში და ამიტომ მათი გამოყენება ამ მიზნით შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. ასევე შეიცავს პოლიფენოლებს, ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები გახლავთ. ზოგადად ჩირების გამოყენება შეგიძლიათ 6 თვის ასაკიდან, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ისინი დიდი რაოდენობით შაქრებს შეიცავენ, ამიტომ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მათი მიღება არც ერთ ასაკში არ არის სასარგებლო. ზოგადად, როდესაც ყიდულობთ ჩირს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წაიკითხოთ, როგორია შემადგენლობა. თუ ეს ქარხნულად გამოშვებული ჩირი არის, განსაკუთრებით არასასურველია, რომ იყოს სულფიტები, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს და ბავშვს მასზე შეიძლება ჰქონდეს ალერგია. ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და გარდა ამისა, არიდეთ თავი ისეთი ჩირის გამოყენებას, რომელიც შეიცავს დამატებულ შაქარს, ანუ არა ბუნებრივად მასში არსებულ შაქრებს, არამედ დამატებული აქვს გლუკოზის სიროფი ან რომელიმე სხვა შაქარი. აი, ასეთ ჩირსაც ერიდეთ, ანუ ბუნებრივად გამშრალი ხილი, ეს არის იდეალური ვარიანტი, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიგიენური პირობები უნდა იყოს დაცული და არ უნდა იყოს შენახული ისეთ ტენიან არეში, სადაც შესაძლებელია მოხდეს იქ სოკოს განვითარება და შემდეგში შესაბამისი ტოქსინებით მისი დაბინძურება.